აი ახლა გავაგრძელოთ. ბატონი კახაბერი შემოგთავაზებს რამდენიმე ვიდეოს ამ თემაზე. ხოთ ბატონო კახაბერ? შემოგთავაზებთ ასევე ამ ვიდეოებთან ერთად განსვენებული მეუფე თადეუზის კურთხევით დაბეჭდილი წიგნიდან. რა თქმა უნდა, ამ ვიდეოებთან ერთად. ანტიქრისტე ჯერ არ გამოჩენილა, როგორც თქვენ ბრძანეთ და ბეჭედი კი დასმულია. როგორც ანტიქრისტე მოვა ვერაგულად, ასევე ბეჭედიც დაისმება მოტყუებით. ადამიანი მიიღებს რა ბარათს, ბეჭედი ისმება შუბლზე ან ხელზე, როცა სურათს იღებენ ციფრული ფოტოკამერით, დიდი რობოტ აპარატით. მასში არის მოწყობილობა, რომელიც უგრძნობლად სვამს შტრიქ-კოდს და ანთებასთან ერთად შუბლზე ჯდება უხილავი შტრიხული საიდენტიფიკაციო ნომერი, კოდი. ვინც იღებს პასპორტ ბარათს, იღებს ავტომატურად ბეჭედსაც. ხედავთ რა მზაკრობა მზადდება და სრულდება კიდევაც. იმისთვის რომ ხალხმა ეს ყველაფერი წყნარად ჩვიდად მიიღოს, ეს ყველაფერი შეერთებულია პირადობასთან. პირადობაზე ვარს ვერ იტყვი. და ალტერნატიულს არ უშვებენ, როგორც წეგან თქვენ ბრძანეთ, ევროპაში, ინგლისში ალტერნატიული ყველა ქვეყანა ინგლისში საერთოდ გააუქმეს. ეხლა მე ვიდეოების მიხედვით ვისაუბრებ. უკრაინის ტელევიზიამ რო აჩვენა ეს პროცესი, ასევე პროფესორ აკადემიკოსი საუბრობს უკრაინის, რომ არსებობს ეს კაბინები, სადაც სურათის გადაღების დროს შტრიქ-კოდის დადება ხდება და მერე ბოლოს ამბობს, რომ მალე უკვე არ იქნება საჭირო საბაჟოებზე ან სამსახურში შესასვლელად დაუშვათ აქ იქნება კადრი, რომ პირადობა მიადო და გაიღოს კარები, ან პირადობა ან პასპორტი აჩვენო და გაგატარონ საბაჟოზე. პირდაპირ შუბლს მიუშვერენ ან მარჯვენა ხელს, ან ხელს შეახებენ რა ქვია იმას სპეციალურ დანადგარს და კარები გაიღება. ასევე აქ არის კადრები, სადაც ნაჩვენებია ჩინეთის აეროპორტი, კერძოდ ჰონკონგის, სადაც სუხიშვილების ანსამბლი ბრძანდებოდა კონცერტით და თქვენ წარმოიდგინეთ გაუგნებული ბიჭები ჩამოვიდნენ, რომ ვისაც ჰქონდა ჩიპიანი პასპორტი, ყველას არავის არ მოგთხოვეს პასპორტი, პირდაპირ შუბლზე გაუტარეს შტრიქ-კოდი და ვისაც უჩიპო ძველი პასპორტი, სკანერი გაუტარეს შუბლზე გაუტარეს სკანერი. ეს კადრიც გვაქვს აქ. და ვისაც ჰქონდა ძველი პასპორტი, უჩიპო იმათ ისინი პასპორტის მეშვეობით გაატარეს. ასევე არის კადრები, სადაც საბაჟოზე ამერიკაში ერთ-ერთ შტატში უკვე სისტემა ჩართულია, ზოგი რო ამბობს, რომ რატო ვერ გრძნობთ ჩვენ ახლა, ვისაც ID ბარათი გვაქვს, იმიტომ ვერ გრძნობთ, ჩემო ძვირფასებო, მე გულის ტკივილით ვამბობ, რომ ისინი გვემეტება დასაღუპად, მე მირჩევნია, მე დავიღუპო და ყველა გადარჩეს, ვისაც კი ID ბარათი აღებული აქვს. მაგრამ რეალობას თვალი უნდა გაუსწორო და ისინი მაინც გავაფრთხილოთ, ვისაც ჯერ არ აუღია ეს ID ბარათი და თან კიდე ერთი სასიხარულო მეტნაკლებად მომენტი, რომ ეს ახალი აპარატები ეხლა არის შემოტანილი. რამოდენიმე თვის უკან ეს ახალი აპარატები. ნაჩვენებია უნდომრო მანქანები დგას უკვე რიგში, ამერიკაში, ამ შტატში, სადაც სისტემაა ჩართული და შუბლთან მიაქვთ სკანერი და თქვენ წარმოიდგინეთ მანქანაზე ნომერი არ ჩანს. თურმე ეს ნომერიც, მისი პირადობაც, მისი პირადი ნომერის და საერთოდ მთელი მისი დოსიე იმ შტრიქ-კოდშია ჩასმული, რომელიც ლაზერით იმ მანიპულაციის დროს, სურათის გადაღების დროს დაასვეს შუბლზე ან მარჯვენა ხელზე. ასევე ზოგმა შეიძლება თქვას და შეგვეწინააღმდეგოს, რომ ეს თვალის სკანირებაა, განა ჩვენ რო ვთქვით, რომ განა თვალის გუგის სკანირება რა კარგი რამეა, მაგრამ აქ არის კადრი, ნაჩვენები, სადაც ქალბატონს გული წაუვა, ძღოლია ის. თავის მანქანაში დასვამენ გულწასული თვალდახუჭული, სახესთან მიუტანენ სკანერს და რას იღებენ ისინი თვალის გუგას? არა, რა თქმა უნდა, შუბლზე დაშტამპულ დამღას შტრიქ-კოდს. ასევე აქ არის კადრები ნაჩვენები, სამსახურში როგორ შედიან და აუცილებლად ეს ადამიანები, აი ქალბატონი მაგალითად თვალის წამწამებს კი არ წევს, წევს თმებს. ესე იგი თმებს რატო წევს? შუბლს აჩვენებს, როცა სკანირება ხდება შუბლის და მერე იღება კარები და შედის სამსახურში. ასევე ნაჩვენებია პროცესი, როცა მარჯვენა ხელზე გაუტარებენ, იმიტომ რომ ერთი ბერი საუბრობს, უკრაინელი ბერი, მამა აბელი, ბერი დიაკვანი, რომელიც ამბობს, რომ იყო ღვთისმშობლის გამოცხადება, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მან უთხრა, რომ ხელის მიდება მე მექნება ეს კადრის ნაჩვენები, მე პირადად მივედი იუსტის სახლში, გადავიღე, რომ აუცილებლად ხელი შეახეთ ეკრანს. აი ამ დროს დასმული შტრიქ-კოდი ხელზე და სახარებას ჩვენ წავიკითხეთ, რომ იქ არ წერია შუბლზე ან მარჯვენა ხელზე. იქ წერია შუბლზე ანუ მარჯვენა ხელზე. ორივეზე. თუ გახსოვს, წინა მანქანები რო ქონდათ გადასაღები, მაშინაც ხელის მიდება იყო საჭირო?
მაშინ არა მგონია. მგონი არა, მაგრამ მაგასაც ვიკვნევთ. ეს ახალია. ეს გაუჯობესებული სისტემაა. თქვენ გაიხარით რომ შეგახსენეთ წყალებში. რა თქმა უნდა. და ეს ბერი ყვება რომ იქნება ხელზე, როცა ამას მიადებენ და შუბლზეც იქნება სურათის გადაღების დროს. ასევე ნაჩვენებია მექსიკის ერთ-ერთ სკოლაში პატარა გოგონას ხელზე გაუტარებენ და მის უკან მდგომ გოგონას და ბიჭსაც სკოლის მოსწავლეებს შუბლზე მიანათებენ ამ ლაზერს, რომელიც კითხულობს შტრიკოტს. რა თქმა უნდა, სამედიცინო. ასევე აქ არის რეკლამა ჩემო ძვირფასებო, სადაც ნაჩვენებია თუ ერთ-ერთი რეკლამას ატარებს ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი, რომ ამბობს, რომ აი დაუშვათ დამავიწყდა სახში ჩემი პირადობა. როგორ შევიდე სამსახურში და გულის ტკივილით ამბობს და მე არის ნაჩვენები თუ ახალგაზრდა როგორ მივა ჯერ ხელს მიადებს, ესე იგი ხელზე, ანუ და შუბლზეც და მე შუბლსაც მიუშვერს. თქვენ წარმოიდგინეთ, მე ადრე ვფიქრობდი და ბევრ ჩვენთაგანს ეგონა რომ ან ხელზე, ან შუბლზე, მაგრამ სახარებაში ჩვენ ძველ ქართულით ამოვიკითხეთ შუბლზე, ან მარჯვენა ხელზე. ასევე აქ ნაჩვენებია როგორ სუპერმარკეტში, კარფურისთანა სუპერმარკეტში უამრავი ადამიანი დადის და ძალიან ცოტას კი აღმოაჩნდება შტრიკოდი შუბლზე. უმეტესობას პროგრამ სტარტ დაიწერება ჩემო ძვირფასებო და პირდაპირ ნაჩვენებია და ყველა ადამიანი გაშიფრულია და მთელი მათი დოსიე და რას ყიდულობენ, რა იყიდეს დღეს და გუშინ და გუშინ წინ, ყველაფერი ჩამოწერილია იქ სიაში, კომპიუტერში. არა მარტო იყიდეს, საერთოდ რას საქმიანობენ. არის კადრი, სადაც ნაჩვენებია მარჯვენა ხელს დებენ დანადგარზე და ასევე ერთი რეკლამირება ხდება ამ შტრიკოდის, როცა ერთი პიროვნება ამერიკელი მოქალაქე იგებს ქორთოქში ჩაიდებს, შარვის ჯიბეში ამ პროდუქტს, ჩიფსებს აიღებს თუ რაღაც ლუდის კილას და გაივლის და დაცვის თანამშრომელი უკან გამოეკიდება, იმიტომ რომ ის სალაროსთან არ მივიდა. და თქვენ წარმოიდგინეთ როგორი რეკლამაა, რომ მან გაიარა უცებ და უცებ გამოჩნდება შტრიკოდიც კი გამოჩნდება შუბლზე. ამ დროს ეს კადრიც გაივლის და ამასაც იხილავთ თქვენ, მიანათებს შუბლზე და გაივლის ეს ადამიანი და გამოხედავს დაცვის წევს. კახაბერ რაღაც ფოტომასალებიც გაქვთ თქვენ და იქნება დიახ, ეხლავე სანამ ფოტომასალებს გაგაცნობდით, ასევე მინდა მოგახსენოთ თუ ერთ-ერთი ასეთი უდიდესი პიროვნება ბერი პაისი ძალზე დიდი პიროვნებაა ჩემთვის, ასევე უდიდესი პიროვნება, რომელიც ამ ქადაგების მერე მოკლეს მოსკოვში. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მან წინასწარმეტყველა და თქვა, რომ შემოვა ელექტრონული ბარათები და სურათის გადაღების დროს იქნება შტრიკოდის დასმა, შტრიკოდისა, რომელიც გამოიყენება პროდუქტის გატარების დროს სალაროსთან. და ეს პროდუქტის შტრიკოდი თქვენს გექნება თუ ღმერთმა დაგვიფაროს, რა თქმა უნდა, ჯვარი გწერია უკვე დასმული სურათის გადაღების პროცესი შუბლზე, ლაზერით და ეს უკვე იქნება მანის ბრძანა პირდაპირ ეს უკვე იქნება ანტიქრისტეს ბეჭედიო. მე მახსოვს ეს მამაო, ისე მამა ბასილ ნოვიკოვი ცეცხლოვანი ქონდა მაგას ბოროტსულებზე, რომ აი ბოროტებით შეპყრობილ ადამიანებს უბრძანებდა. აბა შენ თქვი ეხლაო. ანუ ბოროტს ეუბნებოდა ფაქტიურად, აბა თქვი აქ რა ხრიკები გაქვთო ჩაფიქრებული და რას აპირებთო და ალაპარაკებდა ადამიანი ისე თავის გაჭირება და ღრიალებს წივის კივის საუბრობდა იმაზე თუ ესე იგი რა არის ჩანაფიქრი. 8-10 წლის წინ იქიდან წარმოიდგინეთ თქვენ. სცენებია რა ნანახი მაქვს მეც. და ბოლოში ორი კადრია, ერთი არის რომ ქალბატონმა თეატროლოგიანმა რო ბრძანა რომ აიდი ბარათში მხოლოდ სახელი და გვარი, პირადი ნომერი და ერთი სურათიაო. არის კადრი, სადაც იტალიის ტელევიზიით იყო ნაჩვენები, რომ აიდი ბარათზე უკან გაუტარებენ სკანერს და პირდაპირ ნაჩვენებია რომ გარდა ერთი სურათისა არის ვიდეო სურათიც. ამასაც იხილავთ და ბოლოს ჩვენ მაბადიეთ ერთი წამი სანამ გააგრძელებ კახაბერ ამ თემაზე საუბარს. დაუშვათ აიდი ბარათზე მხოლოდ ის არის დღეს რაც არის, როგორც თქვენ ბრძანეთ და როგორც უთქვამთ ministers. ეს დღეს კარგი და შესანიშნავი ხელისუფლების ხელში ვთქვათ. დიახ. აი ხვალ რომ უარესები მოვიდნენ თან 100-ჯერ მეტად ვიდრე თქვენ ახართ. თქვენ გვაძლევთ ჩვენ ქართველებს იმის გარანტიას, ან როგორ უნდა მოგცეთ ეს გარანტია, რომ ისინი არ გამოიყენებენ ამ ჩიპს, რადგან შეგიძლია დადო უსაზღრო სახის მასალები და შემდგომ შეგვაერთო ამ ბრიუსელის კომპიუტერთან რა. ამიტომ ესეთი ბავშვური ნათქვამები ცოტა არ იყოს ვერ არის თლაც გამართული. რა თქმა უნდა. ბრძანეთ და ასევე აქ არის კადრი
თუ როგორ ხდება თვითონ იქ შტრიქკოდის დასმა, სად იქნება შტრიქკოდიო, თითითაც კი უშვერენ იმაზე ეკრანზე, როცა ადამიანის სურათის იდენტიფიცირება ხდება. და ბოლოს არის ვიდეო კადრი, სადაც თვითონ რუსეთის პატრიარქი, ვინ როგორ უყურებს მას, მე ჩემთვის ჩემი პატრიარქია უძვირფასესი და მე ყველა სოფლიოს ყველა ქვეყნის პატრიარქს ვაფასებ და პატივცემ, ყველა სასულიერო პირს და ყველა ადამიანი მიყვარს ღვთისმსხალობით, მაგრამ მან რა თქმა უნდა კატეგორიულად მიმართა და ამას უცებ წაგიკითხავთ მოკლედ თუ რა სიტყვებით მიმართა, რა უთხრა და როგორ აუხსნა როცა დუმაში გამოვიდა. როცა გოსდუმაში ეს ჩვენი პარლამენტი, სადაც თვითონ პრეზიდენტიც ბრძანდებოდა რუსეთის და მთელი პარლამენტი რუსეთისა. მაგისთვის მე უნდა გითხრა რუსეთის ერთ-ერთი ტელევიზიით უწმიდეს კირილეს მადლობას კი გადაუხადეს საჯაროდ, რომ მან ეს გაბედა და დუმაში მთელ მთავრობას მიმართა, რომ დაეცვა რუსი ხალხი აიდი ბარათის ესეთი მავნე. მე პირადად სახტად დავრჩი, გაოგნებული და რა თქმა უნდა გამიხარდა, რომ თავიანთ მოსახლეობას და თავიანთ მრევლს ასე უფრთხილდებიან. მე წაგიკითხავთ ამ ეგ მაგ საკითხში, თუმცა სოფლიო კრების საკითხი, ეხლა დღეს არ ვეხებით, იქ რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგას მომავალი გვიჩვენებს. მომავალი გვიჩვენებს. და რა თქმა უნდა, სანამ წავიკითხავდეთ რუსეთის პატრიარქის სიტყვას, რუსეთის პატრიარქში, გოსდუმაში, მე მანამდე მოგახსენებთ იმას, რომ ჩვენმა სინოდმა ზოგმა წვერწინ გვიფრიალა ჟურნალისტებმა, რომ აი თქვენმა სინოდმა ასე გადაწყვიტა, ისე გადაწყვიტა. მე პირადად ვამბობ იმას, რაც მეუფესთან როცა ბრძანდებოდით სტუმრად, მე და ჩემი შვილები და ჩემი ძმა, რომელ მეუფესთან? მეუფე იობთან, მან პირდაპირ განაცხადა და გაზეთიც გვაქვს სხვათა შორის, სადაც მან ეს ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ეს წერია ვაცხადებ ღვთისა და ერის წინაშე, მეუფე იობის, აი უფლის წინაშე ვამბობ, სიტყვასიტყვით იმას, რაც მეუფე იობმა ბრძანა, რომ სინოდის კრებაზე საერთოდ არ თქმულა სიტყვები, რომ აიდი ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და შეგიძლიათ ისარგებლოთ და აიღოთო. მხოლოდ ითქვა ის, რომ ეთხოვობს მთავრობას, ეს სხვა შორის უწმიდესი სიტყვებია სინოდის კრებაზე, რომ მოეთხოვობს მთავრობას დაუშვას ალტერნატიული. სხვა მეტი არაფერი არ თქმულაო. უბრალოდ თქვენ მოგეხსენებათ წინა ხელისუფლების დროს როგორი ზეწოლის ქვეშ იყო საპატრიარქო და იყო ზეწოლა და როგორც კი სინოდი დამთავრდა, წამოვედით ყველანი ჩვენს ეპარქიებში, მონასტრებში და რას ხედავთ? ერთ-ერთი ეპისკოპოსი კითხულობს იმას, რაც სინოდის დადგენილებაში არ ჩაწერილა მაშინ, როცა კრება მიმდინარეობდა. ანუ შეცვლილ ტექსტი. შეცვლილ ტექსტი და ამას მეუფე იობის გადაგებაშიც კი, გადაგებაც კი დევს ინტერნეტში, მოიძიეთ, შეგიძლიათ ნახოთ და პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლების ერთმა პიროვნებამ, რომელიც ამ წუთში ციხეშია, მან ეს სიტყვები ჩაუმატა დიდი ზეწოლის განხორციელების მერე, უწმიდესზე და რა თქმა უნდა მთელ სინოდზე. და ამას აცხადებს მე ერთ-ერთი მეუფე კითხულობს ამ ტყუილს ჩამატებულს, რაც არ და უბრალოდ ამ ხალხმა საწყალმა ეს დაიჯერა და მე ერთ რამეს ვიტყვი, საწყენად არ ვამბობ, შემოძვირფასებო, მაგრამ იცოდეთ, რომ ვისაც გინდოდათ აღება, მე მგონი იმათ აიღეთ. გულის ტკივილით ვამბობ, იმიტომ რომ ვისაც არ უნდა და ვისაც უყვარს უფალი, მან მე მგონი დაითმინა და დაელოდა მოვლენების აღსრულებას. მე უცებ წავიკითხავ რუსეთის პატრიარქის სიტყვა. ნუ ეხუმრებით, აი ესე პირდაპირ მიმართა მას მან თავის თავრობას. ნუ ეხუმრებით ღვთის განგებას. ბუნებაში ყველაფერი დაბალანსირებული აქვს უფალს. არ შეიძლება თანამედროვე მეცნიერულ მიღწევებზე დაყრდნობით ხუმრობა ადამიანებთან მიმართებაში. ჩვენ ცხოვრობთ სწრაფად ცვალებად ეპოქაში. თუ გასულ საუკუნეში მეცნიერება უმეტესწილად ადამიანთა სასარგებლოდ ვითარდებოდა, სამწუხაროდ მისი იერი იცვლება სოციალური ტექნოლოგიების ხარჯზე, თანაც ყველა მიღწევა როდი არის ადამიანთა საკეთილდღეოდ. უამრავ ადამიანს აღელვებს მაგალითად შემოჭრა მათ ცხოვრებაში ნოვაციისა, აიდი ბარათის სახით და მასზე დატანილი ელექტრონული პირადობის მონაცემების სრული ინფორმაციის, რაც ძალზედ საშიშია, რადგან ახორციელებს კონტროლს არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან, არამედ იმ ორგანიზებული ძალების მხრიდან, რომლებიც ფლობენ ამ ინფორმაციებს და ტექნოლოგიებს. მე მომდის ათასობით წერილი, ამბობს რუსეთის პატრიარქი. მე მიგვირს ქართველებისგან, ჩვენი მრევლისგან რატო არ მისდის ჩვენ უწმიდეს წერილები. წერილი მოქალაქეებისგან, რომელიც არ ეთანხმებიან ამ უალტერნატივო ჩიპიანი პირადობების დანერგვას და ახალ საიდენტიფიკაციო ტექნოლოგიებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება, ვისაც უნდა აიღოს აიდი ბარათი, ვისაც არა, მისცენ ძველი უჩიპო პირადობა.
ან ვადა გაუგრძელონ. კომბინენციალური ინფორმაციის შეგროვება ელექტრონულ მატარებლებზე უნდა ხდებოდეს ადამიანის თანხმობით.